მისი სახელია გიორგი ყორღანაშვილი. Მისი სახელია გიორგი ის 24 წლისაა. ის 24 წლისაა. გიორგი სიცოცხლის საფრთხეში. თუმცა ყველა შეგვიძლია დავეხმაროთ. ახალგაზრდა მსახიობის გიორგი ყორღანაშვილის გადასარჩენად სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. გიორგის ძვლის ტვინის დაავადება აქვს. სასწრაფო ოპერაციისთვის საჭირო თანხა კი საკმაოდ სოლიდურია. ამიტომ საკოლმოქმედო კონცერტების სერია არა დაარწყდება. ყველა ცდილობს თავისი პატარა წვლილი მაინც შეიტანოს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში. სწორედ ამ მიზნით ილიანის თეატრმა ბლუზ მობილ ბენდის კონცერტს უმასპინძლა. საღამოზე შემოსული თანხა კი რა თქმა უნდა ქველმოქმედებას მოხმარდება. ეს ილიანის თეატრში იმართება გიორგი ყორღანაშვილისადმი მიძღვნილი საღამო, საიდანაც შემოსული თანხები მთლიანად გადაერიცხება გიორგის სახელზე. ილიანში ყოველდღიურად უკვე კვირა ტარდება გიორგის საღამო. აუდიტორიის რაოდენობა დარბაზის ზომიდან გამომდინარე არც ისე დიდი ყოფილა, თუმცა ამ შემთხვევაში პატარა დახმარებაც კი მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ბლუზ მობილ ბენდს, პუბლიკის აყოლიება მათ ნამდვილად არ გასჭირვებიათ. ბევრ თანამედროვე შემსრულებელსაც კი შეშურდებოდა მათი. რაც შეეხება გიორგი ყორღანაშვილის მიძღვნილ ღონისძიებებში არ მიმიღია მონაწილეობა სხვაში. აი ეს არის პირველი. არ ვიცი თუ კიდე იქნება მსგავსი შემოთავაზება, აუცილებლად მიიღოთ მონაწილეობას. კონცერტი მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა. საღამოზე მისული სტუმრებისთვის ფოიეში ნინო შიუკაშვილი და ბექა ფერაძე უკრავდნენ. ჩვენ ყოველნაირად ვცდილობთ, რომ გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად ყველაფერი გავაკეთოთ და ალბათ მაყურებელსაც ვთხოვდი, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანს. მოკლედ ამ შემთხვევაში საზოგადოებას უმოქმედობაში ნამდვილად ვერ დავდებთ ბრალს. ფაქტია, რომ ახალგაზრდა მსახიობის დასახმარებლად თითქმის ყველა გაერთიანდა. ჩვენ კი იმედს არ ვკარგავთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.